სასწორი. თქვენს ნიშდა შრომის მოყვარეობას მოულოდნელი აღიარება ელოდება. ოღონდ არა ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ. ესე იგი პრემიის სახით ფულის მაგივრად ისევ მახინჯაურის საგზურს მომცემენ. ამოვიდა ყელში რა. ბატონო სოლომონ, რატომ წუხდებოდით, მე თვითონ მოვიდოდი. გილოცავ? და არა. გილოცავ. არქიტექტორთან სოფლიო აკადემიაში დაგვაჯილდოვეს. მართლა? წლის საუკეთესო ცათამბჯენი. არა? წლის საუკეთესო გვირაბი? წლის საუკეთესო ხიდი? აბა, ქვემოთ ნახეთ ბოლო გვერდზე. აიმე რა მაგარია. როდის არის დაჯილდოვება? ერთ კვირაში და შენ უნდა წახვიდე. მე? მე რატო შაშარო გურეშიძე გავუშვით? გურეშიძე ზარცალია. თანაც ორი ზომით პატარა სვიტრით ჩამომიტანა. ლოს-ანჯელესშია დაჯილდოება კოდაკის კინოთეატრში. კარგი. ისე საინტერესოა. როცა ჯილდოს გადმოგცემენ, მაყურებელს რას ეტყვი? რას ვეტყვი და? დიდი მადლობა ჩვენ შეფს, ბატონ სოლომონს. დიდი მადლობა ჩვენს პრარაბს არტურას. დიდი მადლობა სანტექნიკოსებს, ელექტრიკოსებს, მღებავებს და ყველა იმათ, ვინც ჩვენი გულშემატკივარი იყო. მე პატარა პაუზა და ავტირდები. ოჩახ. მადლობთ. ჩვენიერია. აი როცა გაფრინდები? დიახ. ორი დღე ლოს-ანჯელესში იქნები? ორი დღე ბოსტონში? ორი დღეც ლას-ვეგასში. მაგრამ უკან უნდა ჩამოფრინდე. აუცილებლად ჩამოფრინდები და ვიცი. ყველა ხარჯს ჩვენ ვიღებთ. შენ პირად ანგარიშზეც საჭირო თანხას გადავრიცხავთ. მადლობთ. ესე იგი ბოსტონში ყოფნისას დღეში $2000 მიიღებ. ლოს-ანჯელესში ყოფნისას დღეში $2000 მიიღებ. ლას-ვეგასში ყოფნისას დღეში $100 მიიღებ. დანარჩენი ფორტუნის ამბავია. გასაგებია. იცით, აი ლოს-ანჯელესი და ლას-ვეგასი გავიგე, მაგრამ აი ბოსტონში რა ხდება? ნიშნულოვანი არაფერი. ჩემ ძმისშვილს ტყემალი და გუდისყველი მოენატრა. აეროპორტში ის დაგხვდება ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრაზე წაგიყვანს. იქ შეხვდები სიეტლში ბატონ გუსტაფსონს, ჯონათან რიქსონიც იქ იქნება, მიგელ მაიერსი, ბობი რობსონი, მოკლედ დაიმახსოვრე? კი, დაიმახსოვრე. მაშინ ჩავიწერ მაინც. მაშინ ერთი რამე მინდა კიდე გთხოვ, სანამ მოემზადები გასაფრენად. ბრძანეთ. ჩემი ბავშვისთვის ტოშიბას რობოტი უნდა ჩამოიტანო. აი მე ბატონო სოლომონ, ეგ დევზარიანს არ უნდა ჩამოიტანა? კი. მაგისთვის გავუშვი.
მაგრამ ამერიკაში დარჩა. აუცილებლად ჩამოგიტანთ, აუცილებლად. კიდე ერთი თხოვნა მაქვს. დიახ. ეს ჩემი სოლის ფეხის ზომა. გამომართვით, ნუ გერიდებათ. მადლობთ. მადლობთ. წარმატებებს გისურვებთ. აი მე დიდი მადლობა. აბა? ქალბატონო ეკა ბილეთები გაგიმზადეთ დღეს აღამოს მიწინა. კარგი და შენ რა ჩამოგიტანო ნუნუ? იქნებ რამე კარგი ამალი ჩამომიტანო, თორემ ამ ხელს ვერ მოგუხერხებია. დილი თეკამ დამირეკა და მითხრა დღეს გადაწყდა ამერიკაში მიფრინავო. რა მაგარია, როდის? დღეს საღამოს რეისით. მანამდე ჩემთან შევიკრიბოთ და გაცილება მოუწყოთ. ოუ, ძალიან მაგარია, ყველა ერთად გავაცილებთ. აი მე რა ბედნიერია ამერიკაში მიდის. ხო, იცი რა არის, თავარია კარგი მოსავლელი ბავშვი შეხვდეს და მე აწყოს ნელა. რა ბავშვი სანდრო სამსახურის საქმეზე მიდის. ანუ მოდი ჩვენ წავიდეთ სადმე. წავიდეთ როდის? როდის და ერთ თვეში. ერთ თვეში? არა. ორ თვეში. აი ორ თვეში. სამ თვეში. სამ თვეში? აუ, ოთხი. დათო მე მგონი არასწორად ანგარიშობ. ყველა ვარიანტში ერთი 2 წელი მაინც უნდა გამოვიდეს. მარიკა. საწავიდე დათო? საწავიდეთ, იცი? ესპანეთში. მაგარია ესპანეთი და სად ესპანეთში? ესპანეთში სად, იცი? იქა. აი მე იმას რა ქვია, კაცო. აი, შენი კლასელის გვარი გამახსენე მეგრელი რო ყავდათ? სორდია. სორდია. არა. სორდია რა კიდე ხასია. არც სორდია ხასია. ჯალაღონია. ეგ არის. კატალონია. ჩდენი მირბინე? გამიშვი. ეკა. ერთი წანი მომიტანე რაკეთა. ეკა. დალი, იცი რა გვაინტერესებს ჩვენ? რა? ამერიკაში რატო მიფრინავ? რატო და? სამშენებლო კომპანიების დაჯილდოება. მთელი სოფლიოდან ჩადის ხალხი. აუ რა მაგარია მარიკა იცი? ჩვენ ავიღეთ წლის საუკეთესო ოთახნახევრიანი. რომელ ქალაქებში ჩადიხარ? ესე იგი ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ლას-ვეგასი, რაღაც ერთი და ლოს-ანჯელესი. ლოს-ანჯელესი. რა მაგარია? ძალიან მაგარია. ესე იგი, ნიუ-იორკი კაზინოები. ლას-ვეგასი ისეთი ცათამბჯენები. ლოს-ანჯელესი პიზის კოშკი და სან-ფრანცისკო ეხლა დიდი არაფერი არ ყოფილა. ეკა, მართლა მიდიხარ ამერიკაში? ხო, მართლა. და მეც რა წამოვიდე არ შეიძლება? ვითომ მეც მოცეკვავე ვარ. რა იყო მართლა? გადავიხდი. იცი რა, მე მგონი ამჯერად არ გამოვა. წვენებს ხო კარგად თხოვ. ეკა, რაღაც მინდა გთხოვო, ცოტა მერდება. კარგი რა მარიკა, რა გერიდება არ ცხენია, მითხარი. ამერიკაში რაღაც მინდა დაგაბარო. უბრალოდ აქ არის შოება თორე ხო იცი რომ არ შეგაწუხებდი. რა პრობლემაა? მაგრამ ხო იცი ჩემი ამბავი, ან დამოვიწყდება, ან რამე სხვას ვიყიდი. მოდი იცი რა ქენი? დაწერე და წასვლის წინ მომიტანე, კარგი? კარგი, ესე იგი საჩუქრების სიას დავწერ და მე აეროპორტში მოგიტან. კარგი. რაო? სიები დაწერეთ საჩუქრებისო? დათო
ბატო სიებსერენ გაიგი კალამი რა გაქვს არა კალამი არა გაქვს ქეთა პასტა მათხოვე ჯერ მოგცემ, თვითონ მჭირდება. საჩუქრების სიახლე. თამარ ნახე რა ვიპოვე სანდრო ლონდონიდან წერილებს გწერდა შეხედე რა მაგარია ნახე მომისმინე ხვირფასო თამარ ლონდონში ვარ აქ სულ შვიმა და ნისლია ჩემი ნება რო იყოს მე ამ ადგილს ნისლიან ალბიოს დავარქმევდი აიმე თამარ შეხედე წენი სანდრო კეთევან გეხვეწები მოდი ნახე რა თემური რა კაცივით დგას ეგ თემური კი არა ლაშა არა გოგო თემურია რა გჭირს ლაშა თამარ კარგად დააკვირდი ლაშა ხო ვამბობდი არა ყველა კაცი ერთნაირია თამარ ხედავ გაჩერებაზე ბიჭირო დგას ხო ლოყაზე ხალი რო აქვს ხალი ხო ხალი რა ხალი თამარ ამ ხელა ხალი აქვს ლოყაზე როგორ ვერ ხედავ მე ხალი მეგონა ლიკა ტავახაძე შეხედე დაგვინახა გამარჯობა ლიკა აუ რა გოიმიხა რა გეშველებო აუ ტანელი ტიპი ხარ აიმე თამარ შეხედე ბიჭი რომ მოდის ვეულით ხელში რა სიმპათიურია ქეთევან გაზის ინკასატორი არ დაგვინა თამარ შენ რამდენი შვილი გინდა გყავდეს ნუ ეხლა ეგ ფანჯარასთან სალაპარაკო თემა კეთებან რა კუკავა მოგწონს ვიცი კი კარგი ბიჭია მაგრამ ნოღაიდელი მაინც ჯობია სულ სხვა იცი თურმე ჯეკ ლონდონს კითხულობს ორიგინალში აბა რუჩი უჭირდებით იმოდრავეთ რუჩი უჭირდებით ვერთხლის მერმერდებით იმოდრავე რამბად იმოდრავე შეხედე რა სიმპათიურია აიმე რომელი მელოდი თუ მეორე გამატარე რასაკეთებ სიცხვილია გაგიჟდი ალო გამარჯობათ პატრულია იცით გამოძახება გვინდა პატრულის არა თქვენ არა გაგძარცვეს სიცხვილი იცით რა იქნებ 26 ეკიპაჟი გამოგზავნოთ დაბალი მელოტი იყოს დაბლა გააკონტროლოს პერიმეტრი და მაღალი სიმპათიური ამოვიდეს დანაშაულის ადგილზე მარიკა ამერიკაში ტექნიკა ძვირია ვიცი მაცადე ერთი წამით რათო დღეს დიდი დღეა ეკა ნო
სად მეფრინავ? ნიუ-იორკი, ლას-ვეგასი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო. აბა ამერიკაში მივფრინავო. ეკა პირდაპირ რეისით მიფრინავ? არა, ჯერ ფრანკფურტში, მერე ნიუ-იორკში. ისე ხო შეიძლება აქ გაივსოს თვითფრინავი და ფრანკფურტში აღარ დაждდეს. სანდრო ერთი შენი სია მანახე რა მოწევა დაიწყე? არა, მეგობრისთვის დავაბადე რა. მეც არ ვთქვი ეს ამერიკული პირველი ვისთვის უნდა თქო. ეკა, მოდი ეკა. მისვინე. აი, ეს ჩემი სია. ზეგი ბევრი არაფერი მინდა. ერთი კაბა, ერთი ქურთუკი, ერთი ჟაკეტი, ერთი ჩანთა, ერთი პალტო, ერთი ჟაკეტი. ხო ხედავ, ბევრი არ გამოვიდეს, ყოფილი თითო მიწერია. ხო, რა შეხება ხა ჩექმას. აი ხედავ, ხო არის ჩექმები. აი ზუსტად ასეთი მინდა. ოღონდ შესაკრავი რო ქონდეს უკნიდან. ამას გაგატან და იქ შეადარებ მერე. ხო, კიდე რა მიწერია? პომადა აქ წერია წითელი, მაგრამ თუ არ იქნება არაუშავს. სხვა ფერი წამოგიღო, ხო? ხო. აი. მარიკა. კარგი რა კალიგრაფია, ამითი რა უნდა გავიგო? წინასწარ ვიფიქრე მაგაზე. აქ ჩავწერე ყველაფერი. კარგად და გარკვევით ეს დიქტოფონია, წაიღე, გამოგადგება. ეს ჩექმა. ირაკლი. ჩარა ჩამოგიტანო? ეკა, მე ხო იცი არაფერი არ მინდა. აი შენ ფული. და რაც მარიკამ დაგავალა, ის ჩამოიტანე რა. კარგი, დანარჩენს მე დავამატებ. შემდეგი მოდის. ნანო. რა ჩამოგიტანო შენ? მე არაფერი ხო იცი, მე ისედაც ყველაფერი მაქვს და სია და დათოს ჩამოიტანე, კაი? ეკა. ეს ჩემ ნახატებს ხომ არ წაიხებ? კი, რა პრობლემაა, მომეცი. რა ნახატები და თო რა ნახატები? არ გახსოვს გიორგის რო გაატანე ქვეყანაში არ შეუშვეს. კარგი რა მარიკა, რა პრობლემაა? ამას კი წავიდე. მაგრამ აი შენ რა ჩამოგიტანო? მე არაფერი არ მინდა. აი აქ წერია ანანოსთვის ყველაფერი და იმას ჩამოვიტანე. კარგი. მარიკა. ონკალი რატო არ მუშაობს? ეკა მომეცისია. ონკანი. გეხოცები ჩამოუტანე, თორე შემჭამს, ხო იცი არა ამას? რა პრობლემაა? დათო. მაქსიაში ჩაწერე კიდე ბარბის სახლი და შენი სახლი გექნება. ეკა, ნახე, ეს არის ჩემი სია. ჩვენე? ესე იგი. აქ მიწერია დიდი ტელევიზორი. ხო. თუ არა გატანინეს თვითფრინავში, ხო? ამ მისამართზე ნახავ ნოდარას. მაგ ტელევიზორს ჩადებ 2004 წლის ინფინიტიში, ხო, ოღონდ იცოდე 3-დან 0 მატორით, L პაკეტით და ტყავის სალონით. იყიდი და გამოაგზავნი კონტეინერით.
სანდრო, ფერი რატო არ გიწერია? რა, ფერი სულ ერთია. შავი ან ოქროსფერი. ხო, და კიდევ ნახე, ფულის გატანება მინდოდა, მაგრამ ვერ დავახურდავე და აი დოლარებს გაგატან ამერიკაში და იქ ხო კურსი ერთნაირი იქნება. მითხრეს ისო სის დაწერა ვერ მოვასწარეთო და იცი რა ჩამოგვიტანოსო ორი ჭყვიალა კაბა აი იცი როგორიო ლიანა ისაკაძეს კონცერტებზე რო აცვიო აუ იცი რა მაინც დამავიწყდება და მოდი რა ქენ იცი აი ამ სიას მიაწერე და თუ ადგილს ვერ ნახავ აი ამ დიქტოფონზე ჩაწერე და აეროპორტში მომიტანე ნახატებით ხო ჩანთაში მექნება კარგი სულ გაგიჟდი რა გეშველება მე არ ვიცი შენ რა გეშველება მოვიდნენ გამარჯობა მობრძანდი ლეიტენანტი ზურაბ ბურნაძე ლეიტენანტი მინიმუმ გენერალი უნდა იყო ლეიტენანტი ჯილა გოგუა არ მაინტერესებს რიონი ველური ვარ შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებით კავშირამდე რა არის რაკეტან არ ექნებოდა დაბრძანდი რას დალებ ჩაი ყავა არა ნუ შეწუხდებით არაფერი არ გქონდა ყავა თუ შეიძლება არა გვაქვს მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ რა არის ბინიდან წაღებული ვაიმე რა მოულოდნელი კითხვა იყო ვაიმე რას ნიშნავს პროფესიონალიზმი გესმის ქეთევან ეს იგი შემოვიდა დამინახა და რა არის წაღებულიო გიტარა დაიკარგა გასაგებია გიტარა შეიძლება რომ სახლი დავათვალიეროთ თითის ანაბეჭდები უნდა აიღოთ კი ნახოთ შეიძლება და მართალია რომ ყველა ადამიანის თითის ანაბეჭდი ორიგინალურია და განუმეორებელი კი განუმეორებელია განუმეორებელი როგორც სიყვარული დიდი ხანია ამ სახლში ცხოვრობთ ქეთევან უპასუხე გელას იცით მთელი ცხოვრება 29 წელია 29 კი არა 24 თუ შეიძლება რომელიმე გამომყევით ბინა უნდა დავათვალიერო ქეთევან გაყევი გელას გელა წამობრძანდით აქეთ მობრძანდით ეს სამზარეულო ჩვენ ახსნა განმარტებითი ბარათი უნდა შევადგინოთ იქ რა არის მეგობრობის ღიურის ნაირი არა ჩვენ უნდა დავწეროთ თუ რა მოხდა როდის შეამჩნიეთ რომ ბინა გაძარცული იყო და ასე შემდეგ გასაგებია ყველაფერი გაინტერესებს ჩემს შესახებ თამარ შეხედე რა იპოვა პატრულა ვაიმე ჩვენი დაკარგული ნივთები ახლა მაინც დაუბრუნებთ მარიკას ზური დიდი მადლობა ზურა დავათვალიერე ფანჯარა არის ღია და რაღაც საეჭვო სიტუაცია შეიძლება აქედან გადმოვიდნენ ძარცველები და წამოდი აბა დავათვალიერე ხო თქვენ მანამდე იქნებ ახსნა განმარტებითი ბარათი შეგედგინეთ კარგი ზური კარგი ეხლა რას მოიხდინე ხვეწები ეხლა მიგიშავწე ეხლა შევიწე გამაგიშო მიდი ახსნა განმარტებითი ბარათი ცოტა სერიოზულად ხო მიდი წვიმდა სერიოზულად ბუნებაც თითქოს გრძნობდა ამას
გახსენი ფრჩხილი კრიმინალს გულისხმობ დახურე ფრჩხილი. წვიმიანმა ამინდმა ნოსტალგიურ განწყობაზე დამაყენა. თამარ ეს ოფიციალური დოკუმენტია. ხო, გაგრძელე. წვიმიანმა ამინდმა ნოსტალგიურ განწყობაზე დამაყენა მე, თამარ ღლონტი, ცხოვრები ამადამ ქუჩაზე, მისამართი დაწერე. ხო. მაშინვე ჩემი გიტარა მოვიმარჯვე, რომელსაც არაერთხელ გაუზიარებია ჩემი დარდი თუ ნაღველი. გოგოებო, თუ შეიძლება ცოტათი მოკლედ და ის რაც მნიშვნელოვანია. ნიშნულოვანი? გასაგებია. დაწერე. ოთახში შემოვიდა ორი მამაკაცი. მეორე მაღალი, კერათმით. ცისფერი თვალებით ლეიტენანტი ზურაქვია. კარგი, გოგოებო, დანარჩენი მერე იყოს, ალბათ მაინც განყოფილებაში მოგიწევთ მოსვლა. განყოფილებაში? კინოში წავიდეთ და იქ ვისაუბროთ. ამაზე ხელი მომიწერეთ რა. გელა მომეცი. კარგით, ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ. თქვენს გასაღებს რომელიმე მეზობელთან ხო არ ტოვებდით ან ტოვებთ? თამარ, უპასუხე ამას. იცით გელა, ჩვენი კარის მეზობლები არიან ჩხეიძეები, არა ჩვეულებრივი ხალხია. და როცა სადმე მივდივართ, ჩხეიძეებთან ტოვებთ გასაღებს, მაგრამ ჩხეიძეები არაფერს შუაში არ არიან, გელა, გეფიცები. ჩხეიძეები ქალბატონო ქეთევან, მაგას ჩვენ გავარკვევთ. ესე იგი, აბსოლუტურად ყველა უნდა დაიკითხოს. ზურა, წავედით? ხო. ესე იგი, ქალაქიდან არ გახვიდეთ? არ გახვიდეო, ზურა. იცი რა? აუცილებლად უნდა დაგიკავშირდეთ. ხო, შეიძლება რომ მე კიდევ დაგიკავშირდე. კი, რა თქმა უნდა, 022 მუდმივად თქვენ სამსახურშია. აიმე, ის გოგო შევაწუხე ოპერატორი თქვენი და იქნებ შენი მობილურის ნომერი მომწე და პირდაპირ შენ დაგირეკავ ხოლმე. გელა, ბატონო, მიეც შენი ნომერი. ჩხეიძეებთან გადავიდეთ. ჩხეიძეებთან მეც ეხლა ვიგავებით. რა? აიმე, იცი რაღაც აეროპორტში რო ვიყავით, მეც მომინდა სადმე წასვლა. თუ ხომ მივდივართ ესპანეთში, ჯალაღონია. არა ისე, კაცი კი წავიდო და ლას-ვეგასშია. რა არის სანდრო? ლას-ვეგას მე მგონი მაიამი ჯობია. რატო ისი? წარმოიდგინე ხლა. სანაპირო. სხვა სიტბო. მოიცა. ამერიკა სხვა აქვს? კარგი რა, სანდრო რა. აბისე რა მოგზაურობა გამოუვიდა ეკას. მე უკანა გზაზე იქით ამსტერდამშიც გამოივლის. რა? ამსტერდამში? მე სათვალე დავაბარე? სანდრო, დიდხანს საპირებ დარჩენას? აქ. რავი, ვიქნები თქვენთან ერთად რა. ხო არ წავიდეთ ანანო? ხო, ისე გავიდეთ კი. ქეთ ანგარიში მოგვიტანა რა. სანდრო. ეს რეებია. ჰა? ეკას დარჩა საჩუქრების სიები. ჩვენი საჩუქრების სიები. ჩემი ნახატები. აი, ჩემი სია, აუ რა მაგარია, საფულესაც მივაწერ ბარემ. რა ხდება?
სიები? მე მგონი შენი. ჩემი სია, კი. აი ეს ანგარიში გამომართვე. ეს ვისი სია, ნახე სახელაგვარი არ აწერია. ეხავე ერთი ციგა ციგა? სპაიდერმენის ფორმა ბეტმენის ნიღაბი სუპერ ბაზუკა არა ეს გოგო სულელია ხო თხოვე ესია ცალკე შეინახეთ ხო მარიკასია აჰა აი მარიკასია ცაკარი აჰა ესე იგი აბადოკი აკვარიუმი ანტენა ასანთი ეს მარტო აზე ეხლა ბზე ბამბამ შვებით? მარიკა რა სახეები გაქვთ რა იყო? გამაგრდი რაღაც უნდა გითხრა სახლი დაიწვადათო? უარესი. რევოლუცია მოხდა? კიდე უარესი. ღონტები გათხოვდნენ. არა, მარიკა, ეკას ჩვენი სიები აქ დარჩა. რა სამბობ? რა სიზამთ? ბედი არ გქონიათ. მარიკა ბედი არ გქონიან შენი სიაც აქ არის ჩემი სია? და ჩემი ჩექმები, ჩემი კაბა, ჩემი პომადა. რა დავაშავე რა? ამდენი შრომა რატომ ტყილა ჩამეყარა წყალში რა? მოვიფიქრე ეს სიები რო გზაში დავაწიოთ სად უნდა დააწიო სანდრო გაფრინდა? ხო მაგრამ ტაქსი გამოვიძახო და მცხეთაში დავეწევით მართალი ხარ ხო იცი? წავედ. გამარჯობა ირაკლი. ვა შემოდი ზურიკო. თამარ გიჩვილეს მაინც ლიფტზე? გიჭერენ უკვე? ლეიტენანტი ზურაბ ბურნაძე რეანიმატოლოგი ირაკლი შეიძე. მომზადე. გელა გოგუა. გელა? დიახ. ვა, მოდი გელა. რა სერჩით ამ პატიოსან ქალს? ჰა? ძველია ის ლიფტი, ძველი და გადასაგდებია უკვე. ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება გაგესაუბრებით. კი ბატონო. დავჯდეთ, მომძანდით. ვისაუბროთ, ნარდი გავაგოროთ, რეკლამაში ხვასია პატრული ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან. დავძანდით. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს თქვენთან კი ბატონო, ისმენ. გაქვთ თუ არა მუსიკალური განათლება? ვუკრამ ბღერი. თქვენ არა. მე? ბავშვობაში მამაჩემს დავყავდი ვალტორნაზე. ზალათი დავყავდი გელა. ხოდა მე თავი დავანებე. და როდის დაანებეთ თავი? ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მამაჩემს ვერეოდი. და დავანებე. და რაშია საქმე, რატომ მეკითხები? ბატონო ირაკლი, დიახ, თქვენს მეზობელს მოპარეს გიტარა და ამ საქმეს ვიძიებთ მე და ლეიტენანტი ბურნაძე. ირაკლი, მეზობლებიც უნდა დაიკითხონო, აუცილებელი ფორმალობაა, ზუკამ თქვას.
ვალა რა. თუ შეიძლება ბინას დავათვალიერებ. მიდი გელა, მიდი. მიდი. გელა, იქიდან დაიწყე, მაცივრიდან დაიწყე. ბატონო ირაკლი, არ გეწრინოთ ფორმალობა. როგორ გეკადრებათ? მარტო ვიყავი სახში, ტელევიზორში არაფერს აჩვენებდნენ. გავერთობი ცოტას გელა. ვა, ირაკლი გიჭერე? ეს ჩემი ცოლის ბიძაშვილია, დათო გაიცალდი ეს გელა მაგარი კაცია. ძალიან კარგი. თქვენ საცხოვრობთ? მე ვცხოვრობ აქ. ცხოვრება ქვია ირაკლი, აბა ამას რა ქვია? დროებით. აჰა, დროებით. დიახ. ესე იგი, მე ცოლს რო გავშორდი. ბიძაშვილთან ცხოვრობდი 1-2 წელი. მე ავაწყე საქმე და გადავედი. აი! გელა! მაგარი კაცი. ბატონო ირაკლი, დიახ. ესეც პატარა ფორმალობაა, თქვენთან ერთად უნდა დავათვალიერო აი ეს ოთახი. კი ბატონო. გაზია საუბარი. თუ ფორმალობაა. აი, მიბრძანდი გელა. მიბრძანდი. დათო, ეხლა კიდე მარიკა რომ მოვიდეს და გელასთან ერთად მომწონს. მარიკა ვინ არის? მარიკა არის ცოლია ჩემი ცოლი შეძლო. ზუკა ჯერ ხომ არ წახვალთ, სხვა მეზობლებიც ხომ უნდა დაკითხოთ. ხო, აუცილებელი ფორმალობაა. ვნახოთ. თქვენი სახელი და გვარი. დათო ალექსიძე. დათო ალექსიძე, ხო? დათო. პროფესია? ეს ჩემი ნახატებია. ეს თქვენი ნახატია? და ესეც. უმშევარი. ასე გასაგებია ბატონო ირაკლი, ის MDF-ია, ხო? ნაღდი ჩეხულია. ესე იგი, ბინა დავათვალიერე, საეჭვო არაფერია, გიტარა ვერ ვიპოვე, მაგრამ თუ დარეკეს შექმნების მაღაზია გაძარცვესო, უკვე ვიცი სადაც ვიპოვოთ. კოჩა გელა. ისე ამბოლ დროს თქვენი სახლიდანაც ხო არ დაკარგულა რაიმენივით. დაკარგულა? ხო. მობძანდით ოფიცრებო. დამძანდით. აი აქ ქონდა ჭიქები. ხო. და სადღაც დაიკარგა. შეიწერე? ჭიქები ესე. უი, არა. არ ჩაწერო. აქ ყოფილა. გელა. ხო. გამომართვი ეს ნივთი მტკიცება. აი, ასე იდოხობენ. ხო. კიდე მქონდა ბოთლი. ბოთლი. დაიკარგა ბოთლი. აბა? არა, აქ ყოფილა. აქ ყოფილა. არა, ბატონო ირაკლი. ზური, აუცილებელი ფორმალობა. ირაკლი, ყოჩახ. ეხლა მეგობრებო, ოფიცრებო, მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და თამარი დამეთანხმება, როგორც ყოველთვის აუცილებელი, საჭირო და ლამაზი სადღეგრძელო შემოგთავაზო. ერთი პატრული.
მათში შემოვლას ახორციელებ. იცით რა, კარგად ხედხართ, რაღაც გვაკლია. ზუკა არ წახვიდე ახლა მე მობალ. ეს რა არის? გიტარა. გიტარა. და საიდან? საიდან? ნუ ეხლა ამას უკვე ზუკა ნიშნულობა აღარ აქვს. დანაშაული გახსნილია. ხო და? გელა. ალავერ ჩემთან ვარ? მე შენს ნაკვალებს დავით.